მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ისე ვუხდება მცირე ვიდეო, ამ რაღაცასთან ერთად. ეს არის ფარების გასაპოლირებელი საშუალება, რომელიც გამოვიწერე ამერიკიდან. ეხლა განახილეთ როგორ მდგომარეობაშია პრადოს ფარები, გავაკეთებ, ნახოთ როგორი შედეგი იქნება, მეც მაინტერესებს, ალბათ თქვენც გაინტერესებს, თუ კაი შედეგი იქნება, გავუწევ რეკომენდაციას, თუ არა, კი ნახოთ ყველანი ერთად. ნახოთ ეხლა როგორ მდგომარეობაშია ფარები. რო ნახოთ. ნახეთ, ამის დაბლა უკვე არის დაბურული და ნელ-ნელა ეს როგორც მზე უდგება, იმის მიხედვით მოიწევს დაბლა და დაბლა. ახლა გავხსნი ინსტრუქციას, ნახო როგორ კეთდება და გავაკეთოთ ერთად ნახოთ როგორი გამოვა. ესეთ რაღაცა დაგჭირდება, ესეთი რაღაცა. ვინმეს თუ არ გაქვს ჩვეულებრივი სპრეის გამოგადგებათ, რომ მე რო გაწმინდოთ ეხლა ნელ-ნელა აგეშით ყველაფერს, ამას მიასხათ. ეხლა უნდა გადავიდეთ პირველ ნაბიჯზე, რომელიც ნიშნავს ამის მოხსნას სპეციალური არ ვიცი რა ქვია იმას, სალფეტკით. წავედით. მოკლედ უნდა ჩავიცვათ ასეთი ხელთათმანები და მერე გავაგრძელოთ საქმე. წავედით. ესე იგი ახლა ამ სპეციალური საწმენდით უნდა გავწმინდოთ ეს არეები და აბა ნახოთ ერთად რა გამოგვივა. აუცილებლად ვიყენებთ ხელთათმანს, იმიტომ რომ ეს არის ქიმია და ხელებს დაგვიბლაგვებს რამე რო იყოს. ასე ნელა წმინდავთ ყველაფერს, რომ კარგად მოიხსნას მთელი ის ზედმეტი ნადები, რომელიც აქვს. ასე წმინდავთ კარგად. ასე. ნახეთ ესეთი რაღაცა გამოვიდა. ეხლა შეიძლება პირველად შედეგს ხედავთ, მაგრამ ეს ჯერ საქმის დასაწყისია და ჯერ არაფერი არ გვეკითხებია. იდეაში ეს TEP 1-ის გასაწმენდავები არის ბევრი და უნდა გამოიყენოთ საჭიროების გამო. ეხლა მე მეორეზე გადავდივარ და ვნახოთ მეორეს მე როგორი შედეგი გვექნება. შემდეგი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი უკვე არის ამ ფარის ეგრეთ წოდებული გაშკურკვა. გვაქვს ესეთი სპეციალური შკურკები, 2000-იანი და 3000-იანი, ვიწყებთ 2000-იანით, კარგად უნდა გავწმინდოთ 2-3 წუთის განმავლობაში წყალთან ერთად, რომელიც ასევე მოტანილი მაქვს და გადავიდეთ მე შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც არის უკვე 3000-იანი შკურკით, ასევე რაც ამას დარჩება, იმითი უფრო მოლამაზება და ბოლო ნაბიჯი არის უკვე წასმა სპეციალური მაზის, რომელიც დაუბრუნებს სიკაშკაშკეს. ეხლა წავიდით და გავაკეთოთ ერთად. გადავედით ბოლო ნაბიჯზე, რომელიც არის ამ თან ყველა საწერია სტეფები. ეს უკვე ეს ქიმიკატი უნდა საერთოდ ეწებო გადმოიყარა, მაგრამ უნდა უყოთ. ნახოთ რას იზავს, ასე უნდა ქნათო დაახლოებითო. მეორე ფერზე უნდა გამოიყენოთ უკვე მეორე და დაახლოებით 1 საათი ჭირდება გაშრობას და იდეაში სულ ესაა. საბოლოო ჯამში მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა მოკლედ.